სტიქიამ კახეთში ვენახები გაანადგურა. თელავის გარდა ძლიერმა წვიმამ სოფლებიც დააზარალა. ხევები ადიდ და წინანდალში კი სისხლსა და კურდღელაუშიც. ადგილობრივების ნაწილს დაეხოცა პირუტყვი. მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარების მოლოდინშია. თელავის ხევში ამ დროისთვის წყლის დონემ იკლო. მძიმე ტექნიკის დახმარებით მოეწყო დროებითი ნაპირსამაგრი. სტიქიის ზონაში მინისტრთა კაბინეტის წევრები ჩავიდნენ. მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა სოფელ ლამისყანის სიახლოვეს გუშინ მოხდა. ადგილობრივების ცნობით ბიჭი სტუმრად იყო ჩასული, დაწყებულია გამოძიება. სამტრედიაში მსუბუქი ავტომობილისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ახალ სოფელთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია მძღოლი უცხო ქვეყნის მოქალაქე. უკრაინა ცვლის პოლიტიკურ სტრატეგიას აცხადებს. ზელენსკი და სამთავრობო ცვლილებებს აანონსებს. თანამდებობას დატოვებს პრემიერი იულია სვირიდენკო, რომელიც საერთაშორისო მიმართულებაზე გააგრძელებს საქმიანობას. ზელენსკი პრიორიტეტად ასახელებს შტატებთან ურთიერთობასა და პატრიოტის სისტემების წარმოების ლიცენზიებზე მუშაობას. ცვლილებები შეეხება ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებსაც.